საღამოშვიდობისა გმადლობთ რომ გვიყურებთ. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში ალბათ ძნელად მოიძებნება უფრო წინააღმდეგობრივი ფიგურა ვიდრე ირაკლი ოქროაშვილია. ქვეყნის გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა თავდაცვის და მართალია სულ ერთი კვირის, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი. ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციის მზადებაში და ფაშისტური რეჟიმის დამყარებაში ადანაშაულებს. კორუფციასა და სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი პატიმარი, რომელიც თავის ყველა ბრალდებას ხელისუფლების მიმართ პირადი დაპირისპირებით ხსნის. პოლიტდევნილი, რომლის დაბრუნებასაც თითქმის ყველა დიდი პოლიტიკური ვნებათა ველვის დროს ელიან. სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი, რომელსაც სასამართლომ პრაქტიკულად ყველა ბრალდება მოუხსნა. ირაკლი ოქროაშვილი დღეს მატრიცის სტუმარია. საღამოშვიდობის ირაკლი, დიდი მადლობა მოსვლისთვის. ჩემი პატარა შესავალია როგორ აგიქვთ მე თქვენ თვითონ როგორ აგიქვთ თქვენ თავს 40 წლის ასაკში ბევრი ყოფილი რა არის ახლა ვინ არის ახლა როგორც თქვენ ბრძანეთ წინააღმდეგობრივი ფიგურა წინააღმდეგობრიობას მოაქვს რისკიანობა მოაქვს გარკვეული ასე ვთქვათ ხიბლი თავისთავად ცხოვრება საინტერესოა ესეთ რეჟიმში ასე რომ როდესაც ყველაფერი იწყებოდა ფიქრობდით რომ წინააღმდეგობრივი ფიგურა იქნებოდით და ყველაფერი შეგემთხოვდათ რა შეგემთხოვდათ ნელი ახლა ამ გადასახედიდან მაგის თქვა მაგრამ ამ გადასახედიდან ნამდვილად არაფერზე არ მინდანია არაფერზე არ მინდოთ საერთოდ თითქმის რა თქმა უნდა ყველა ადამიანს გარკვეული შესაბამისობები გააჩნია და ამ შესაბამისობებზე ნანასმოდი თითქმის ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ ჩამოსვლას ეხმაურებათ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და მინდა გითხრათ რომ არც ისე პოზიტიური განწყობაა თქვენს მიმართ და უფრო მეტი თქვენ შეცდომებზე საუბრობს უფრო მეტი თქვენს დანაშაულებზე საუბრობს იმ პერიოდში როდესაც ხელისუფლებაში იყავით ვიდრე თქვათ თქვენს როგორ ვთქვათ სხერპლად წარმოჩენას ცდილობს თქვენ თვითონ რა შეგრძნება რომ ართვლით რომ იმ სისტემის სხერპლი რომელიც სისტემის სხერპლის თქვენ გახდით ავტორის თქვენ ხართ ეგორი ფრანკენშტეინი შექმნილი ფრანკენშტეინის ავტორი მე ფრანკენშტეინმა მოკლა გავხთ ეს ვისარგებლებ შემთხვევით რა თქმა უნდა კითხვასთან კავშირში არ ბუნებრივია პასუხს გააცემთ. მინდა განსაკუთრებული მადლიერება და მადლობა გამოვხატო საფრანგეთის სახელმწიფოსადმი. იმ 5 წლიანი თავშესაფრის გამო და არაპირდაპირ გაგებით თავშესაფარი გულისხმობა ის გარემოს რაშიც მომეწია მეცხოვრება. იმ რაღაც თბილი კერის გამო რომელიც ამ ქვეყნის მიერ იყო უზრუნველყოფილი ჩემთვის. მე ალბათ ვერასდროს ვალიდან ვერ ამოვალ ამ ქვეყანასთან მიმართებაში და დღესაც ბევრი რამ ძალიან კარგად მახსენდება. ასევე განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ქართველი ხალხისადმი, რომლის უდიდესი წვლილი შედეგად მომეცა საშუალება და ალბათ ვერ წარმოვიდგენდი ერთი წლის წინ კი არა, თუნდაც 13 თვის წინ, რომ სასამართლოში შევძლებდი უდანაშაულობის დამტკიცებას. მთელი ამ დანაშაულებები და კასკადის, ეგრეთ წოდებული კასკადის გარკვეული ნაწილი და მის მეტ თორე დავიჯერე ბოლო წლების განმავლობაში. ხარაც შეეხება კითხვას. ორი აზრი არის, რა თქმა უნდა, იყო დაშვებული უამრავი შეცდომა. მით უმეტეს ამ შეცდომებს ჰქონდა გარკვეული საფუძველი ობიექტური თვალსაზრისით. პრობლემები გაცილებით ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს, ვიდრე მაგალითად ეხლა ბოლოს რაღაც 3-4 წლიან პერიოდს. თავარი პრობლემა მდგომარეობდა შევარდნაძის მმართველობაში. ბევრ შეიძლება გაუკვირდეს აშუაში ახლა რაღაც დრო შევარდნაძე. შევარდნაძის დავანტაურმა მემკვიდრეობამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე და მის დათესებს ვემკით დღესაც. ეს გადაბრალება ხო არა? მე შევარდნაძის პერიოდში არ ხდებოდა ის, რაც ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც თქვენ იყავით გენერალური პროკურორი. რა თქმა უნდა. მე არა ვარ მოკლებული სიტუაციის ან მოვლენების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და ბუნებრივია ამ თემაზე შეგვიძლია ვიტანოთ. მის მიერ დანატოვარმა მემკვიდრეობამ და ქვეყნის რევოლუციურ რეჟიმში განვითარებამ შექმნა მდგომარეობა, რომელზეც დღეს მოვედით. რომ ყოფილიყო რევოლუციური განვითარების რეჟიმში, სააკაშვილი იქნებოდა სადმე რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ჩვეულებრივი კლერკი. მე ვიქნებოდი ადვოკატი, მერაბიშვილი იქნებოდა სადმე კოლმეურნეობაში რამე თანამდებობაზე. ადეიშვილი სადმე კარგი იურისტი. ცოტა უხერხულად და უხეშაჭრეს. უნახავმა რანა დაგემართათ ეს იყო? არა. იმან რაც მოხდა 2003 წელს, იმ პროცესებმა რაც მოხდა 2003 წელს გამოიწვია გარკვეული სახის ჩასახვა მთელი ამ ყველაფერისა, რომელიც მე ამ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. 26 წლის ასაკში გავხდი მინისტრის მოადგილე იუსტიციის. 29 წლის ვიყავი გენერალურ პროკურორში. ბაბუაჩემთან მივედი სხვა შორის, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დავინიშნა და ცოტა რაღაც ნიშნის მოგებით და ტრაბახით უთხარი, რომ აი ნახე შენი შვილი 26 წლის რას მოგეწარი მეთქი. დადებითი ემოცია არ შემიმჩნევია მე მის სახეზე და გამაკორვია კიდეც ამ მისმა განწყობა. მან პირდაპირ მითხრა რომ ეს იქნება ძალიან ცუდი შენთვის
და ასევე შენი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ თქვენ გარკვეული განვითარების საფეხურები გამოტოვეთ. უზარმაზარი რაოდენობა საფეხურებისა. გაგიქცა სიტუაცია? გაგვიქცას ვერ ვიტყვი. უფრო მეტად საკუთარი წარმატებების იმ პერიოდის პირველი საწყის ეტაპების წარმატებების მცველები აღმოჩნდით. იყო საკმაოდ დიდი წარმატება და მე ამას არ უარყოფ, უდავოა ბევრ სფეროში. როგორც პოლიციაში, ასევე ჯარში, ასევე გადასახადების ადმინისტრირების სფეროში კორუფციის დამარცხების პირველივე დღიდან ირაკლი თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის პრაქტიკულად პირველივე დღიდან ახალმა ხელისუფლებამ გამოიჩინა ძალიან სიხისტე ყველა მიმართულებით და ახლა ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ყველას კარგად ახსოვს თქვენი გენერალური პროკურორობის პერიოდში ეგრეთ წოდებული ტელედაჭერები, დავით მერცხულავას ამაზრზენი კადრები, როდესაც ადამიანი საკაცით გამოიყვანეს და საკაცით წაიყვანეს ციხეში. ხო, ნუ ეს ხომ არა ეს ერთი სისტემის ნაწილი იყო, ხო? ჩემი წინააღმდეგ პერიოდი იყო, ჩემი პერიოდი იყო. ბევრი რამ ბევრი ისეთი ფაქტია, რომელიც ამ 5 წლიანი უკანასკნელი 5 წელს გულისხმობ მუდმივი პროპაგანდის პირობებში ჩემზე იქნა მოკერებული, მაგრამ მე მაგაში პრობლემას ვერ ხედავ. პრობლემას სხვა რამეშია. ამ პერიოდის განმავლობაში ასეთ თავბრუ დაუხვება წარმატებამ, პლუს ამას დავუმატოთ თუნდაც საჭარის მოვლენები, პლუს გარკვეული სახისას თქვა წინსვლების საერთაშორისო ურთიერთობებში დაგვარწმუნა საკუთარ უალტერნატივობაში, მოდით ესე ვთქვა. და უცოდველობაშიც. რა თქმა უნდა, ბუნებრივია იმის გამო რომ ქვეყანაში კონკურენტული გარემო უпростоად კონკურენტია ჩვენ ამ სფეროში და ამ მოედანზე აღარ ყავდა ვარაუდობთ რომ ეს მუდმივად შეიძლება გაგრძელებულიყო შეიძლება არ ამთლათ მუდმივად მაგრამ აწლეულები ამან შექმნა ერთგვარი დაუჯელობის სინდრომი ამას მოყვა ამ დაუჯელობის სინდრომს ბევრი ისეთი რაღაცა რაც მე საზოგადოებაში დიდი პროტესტის საფუძველი გახდა მაგრამ იქიდან წამოსულმა წინააღმდეგობამაც ბევრი რამ შეაჩალა. სად დაშორდა თქვენი გზები? როდის თქვენ მიხვდით რომ რაღაცას აშავებთ, თუ მიხვდით რომ ამაზე პასუხისგება მოგიწევთ? რატომ გადაწყვეტეთ რომ გამოსულიყავით იქით? პროცესები გასცდა ზღვარს, რომელიც ჩემი გადასახედიდან იყო უკვე კატასტროფის მატარებელი. აი მაგალითად თქვენ ახსენეთ ფრანკენშტაინის შექმნაში ჩემი წვლილია და ასე შემდეგ. პირველადი ასე ვთქვათ, ნაბიჯები იყო დამყარებული, იყო განპირობებული ქვეყანაში წესრიგის დამყარებასთან. მოდით გავიხსენოთ და გულახდილები ვიყოთ ჩვენ რა ჩავიბარეთ, რა საქართველოს ჩავიბარეთ თავის დროს. ვერ გეტყვით თუ უფრო უარესი ვიდრე სრულიად უწესრიგო, ჩაბნელებული, კორუფციის ჭაობში ჩაფლული, კრიმინალური სიტუაცია კატასტროფის ზღვარზე და ასე შემდეგ. ეს ნაბიჯები განპირობებული იყო ქვეყანაში წესრიგის დამყარებასთან და იყო პრევენციული ხასიათისაც და იყო დროებითაც. მე კარგად მახსოვს დათო უსუფაშვილი შეხვდა პარლამენტის შენობაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიდიოდა და რას ეკეთებთ ესეთ საყედური ემით მითხრა კონსტიტუციაში ამ ცვლილებებით ფაქტურად ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი ნატურდებოდა. რას ეკეთებთ და გულახდილად ვთხარი დათო მე მგონია დროებით ქვეყანა ჩვენ დიქტატურას ამყარებთ ჩემი საზრით და ჩემი შინაგანი რწმენით დროებით მეკითხი მაგრამ ხა ყველა ვნახეთ რომ ეს დროებითი გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში. ჩემი პერიოდი ანუ იყო ეს შეგნება რომ ამყარებთ შეგნებულად მიდიოდა დიქტატურა. ჩემი პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი თავისმართლების გარეშე გეტყვით ეს იყო უფრო მეტად რბილი იმასთან შედარებით რაც მე გაგრძელდა და რაც მე განვითარდა იმასთან უფრო მეტად რბილი, უფრო მეტად დროებითი ვიდრე და ყველაფერი დანარჩენი. აი მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ. 1 წლის განმავლობაში ვიყავი ორი ისეთი სტრუქტურის ხელმძღვანელი რომელიც ასე ვთქვათ დაჭერასთან თუ დასჯასთან იყო დაკავშირებული გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. პროკურატურაში დანიშნვის დროს საქართველოში პარტიმართა რაოდენობა იყო 9000. 1 წლის თავზე მე დავტოვე 12000 პარტიმარში. სუსტად 3 წლის შემდეგ 2007 წელს, როდესაც მე დავიჭირეს, პარტიმართა რაოდენობა იყო 24000. 3 წელიწადში გავორმაგდა. მე ხა სხვაობა ამ 1 წელსა და დანარჩენ 3 წელს შორის წარმოიდგინეთ რა მხელა. ეს რაღაც ზვავის ეფექტია, იწყება და მე გორდება და მისი შეჩერება ბუნებრივია, მაგრამ ბუნებრივია ახალგაზრდა იყავით, მაგრამ მე თუ ხედავდი იმას, რომ ეს ყველაფერი კატასტროფისკენ დაგვიყვანდა და ცუდად დამთავრდებოდა, ეხლა სხვასაც შეიძლება დაენახო. მაგრამ მათ უკვე ისინიც უკვე რაღაც სიტუაციის და გარემოს ძებლები იყვნენ. პატრული ავიღოთ. პატრული ამათ მე რა თქმა უნდა ეხლა თავისი პროპაგანდისტული იმის მანქანის მეშვეობით საკუთარ დამსახურებად აქციეს, ეს არის ჩემ დროს შექმნილი და ავიღოთ პერიოდები. ძალიან ბევრი ადამიანი იჩემეს პატრულის შექმნაში თავის წვლილს. არა, მე არ ვიცი, ლევან იზორია მაგალითად. არა, ლევან იზორია ერთ კლერკი იყო მაგ იმ დროს, ახლა ფერი განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით მას არ ევალებოდა, მაგრამ
ჩემი ministrobis დროს არის, არ დავიბრალებ, ჩემი ministrobis დროს არის შექმნილი. იმ პერიოდში პატრული როდესაც აჩერებდნენ ასომძღოლს, სახლამდე აცილებდა. როდესაც საბურავდაშებულს ნახულობდა საბურავის გამოსვლა. მერე მოხდა უკვე პატრულის გადაქცევა რეპრესიული მანქანის ნაწილად და მით უმეტეს ფულის ამოღების მაქსიმალური ასე ვთქვათ ინსტრუმენტად. თუმცა ფულის ამოღება თქვენი გენერალური პროკურორობის დროსაც არ იყო იშვიათი. ოღონდ ციფრები შევადაროთ. ციფრები შევადაროთ. რა ციფრები იყო მაშინ და რა ციფრები იყო მერე. ჩემ დროს დაჭერები ცოტა ესეთ ტერმინია, დაჭერების დროს ამოღებული ფული იყო ალბათ ზღვაში წვეთი და ძირითადად ხდებოდა იმ ადამიანების დასჯა, რომელთა დასჯის მოთხოვნა მოდიოდა საზოგადოებიდან. ირაკლი, თქვენ ხო იურისტი ხართ, ხო გესმის განსხვავება. შეიძლება ადამიანების გამოდიოდეს ახლა ირაკლი ოქროაშვილის დასჯის მოთხოვნას, მაგრამ არსებობს სასამართლო საზოგადოება ნიშნავს არა ერთ და ორ ადამიანს, საზოგადოება ნიშნავს უბრალეს ნაწილს ჩვენი მოქალაქეებისა. ის ადამიანები ხალხ თუნდაც ჩამოვტოლოთ მირცხულავა, ჯოხთაბერიძე თუ ვიღაც კაკუჩხაიძე და ასე შემდეგ. ერთეულებია, ამას ხაზი მინდა გაუსვა. დღეს რომ ამტკიცებენ რომ არიან რაღაც უდანაშაულები და კრისტალები, ეგრე არ იყო ბუნებრივია. ეს არ იყო ოქროაშვილის მიერ გაკეთებული სია, ის იყო საზოგადოებიდან დამოსული მოთხოვნა. მერე რაც მოხდა უკვე იგივეთის ეკლესიასთან ფულის ამკრევები იყვნენ ხოლმე და იმ დაჭერაზე დავიდნენ, ეს უკვე აღარ იყო ჩემს მიერ, ასე ვთქვათ, მართული და ბუნებრივია ამის წინააღმდეგი ვიყავი. ამის გამოც აღმოჩნდი მე მათ გუნდიდან მთლიანად წასული. ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ კიდევ. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც განათლების მისაღებად საუკეთესო წლები გაატარა სამოქალაქო ომში, ქაოსში და ასე შემდეგ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუნათლებელი თაობა. თვითგანათლებადი იმდროულად. თაობა, რომელსაც მრჩევლად არ ყავდა აბსოლუტურად არავინ. მამების თაობამ დაგვიტოვა ესეთი პროცესი და ამის გამო აღმოჩნდით ჩვენ სიტუაციის ბრძოლები. ასე რომ ყველაფერს გარკვეული სახის ობიექტური ახსნა აქვს. მე მესმის რომ უწოდელი და გამიწის უწე არა. თუ ფსიქოანალიზს ჩავატარებთ, საერთოდ ყველაფერს აქვს ახსნა, ყველაფერს აქვს მიზეზი და უმეტესობა ბავშვობაში იმალება როგორც ამოდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ხა რო უყურებთ თქვენ მაშინ ლოქმედებს, ელემენტარულს გაგახსენებთ, თქვა იგივე მედიასთან ურთიერთობა, თუნდაც ტელეკომპანიას ამბობ, ტელეკომპანია იბერიის ამბობ, ხო, ჩვენ ამაზე 10 წლის იბერია, 10 წლის წინ საუბრობთ. ის რაც მოხდა იბერიასთან დაკავშირებით. ფიქრობთ რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო? დამოუკიდებელი მედია თავისთვის რაღაცას საუბრობს იბერიასთან მიმართება არც გახსოვთ ისე კარგად ალბათ ერთ-ერთი რიგითი ამბავი იყო ამას წინათ სხვა შორის გარდატონილობას რაღაც მონაწილეობით რაღაც გადაცემას უყურებდი იქიდან გამოსადება ანამდე აღარ მასობდა იბერიასთან მიმართებაში რაც მოხდა გარკვეულწილად თამაში იყო არ ვიცი ახლა პროპორციას არ დავასახელებ ამაში იყო გამოუცდელობის ამაში იყო დაუჟელობის ამაში იყო არაპროფესიონალიზმის და ამაში იყო გაუგებრობის ელემენტი უფრო მეტად მე ვიტყოდი რომ გაუგებრობის იმის გამო რომ იქ რაღაც ერთ შენობაში რამდენიმე სტრუქტურა იყო განთავსებული და ეს ტელეკომპანიაც მოყვა ამ იმაში. მერე უკვე ამ ტელეკომპანიას ბედიც აღარ მახსოვს მე. აღარაფერი ბედი აღარ ხონია, დამთავრდა. ჩამორთმევის პროცესი დამთავრდა თუ გაკოტრების თუ ასე შემდეგ. ეს პროცესი ჩემს მიერ მართული აღარ იყო. მაგრამ ბუნებრივია ამ შემთხვევაში თავს არ გამიმიჯნავ ერთი სისტემის ნაწილი ვიყავით ყველანი და სისტემის მსხვერპლი გახდა. დღეს საუბრისთვის შემზადებოდი მე გადავხედე ძველ სტატიებს დაიწერებოდა თქვენზე თქვა იმ პერიოდში როდესაც ხელისუფლებაში იყავით და ძალიან ბევრი ისტორია არის შიდა ქართლის რაიონში ბიზნესის ჩამორთმევებთან დაკავშირებით რომელსაც უკავშირდება მიხეილ ქარელს თქვენ სახელს სრულიად გავემიჯნები შიდა ქართლში არსებულ ნებისმიერი სახის ეკონომიკურ განაწილებას ახლა ну მარტივი ლოგიკით გეტყვით შესაძლებელია მაბრალებდნენ 9 წლის განმავლობაში რომ ჩემი ქონება შეადგენს რაღაცა ასეულობით მილიონობით დოლარს და რაღაც ბაზრების და იმების იმით იყო დაკავებული მაშინ როდესაც ეს თავისატკივარი არაფერს შეამჭირდება ეს იყო ზუსტად ასევე არა მარტო შიდა ქართლში ხდებოდა ბევრგან ხდებოდა ყველგან ხდებოდა კი პროცესის გაგრძელება სისტემის მიერ გამოწვეული რაღაც გამოძახილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჯარზე ასევე პრეტენზიები თქვენთან დაკავშირებით ჯარზე. პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება რაც დღეს ჯარზე პრეტენზიებს ბაჩუ ახალაიასთან დაკავშირებით ყობალი კლიკაძის სტატია თუ ის წერს ზუსტად თქვენ დროს დაინერგა ჯარში პრაქტიკა, როდესაც თავდაცვის მინისტრი იბარებდა ოფიცრებს, აგინებდა მათ შეურაცხყოფას აყენებდა პანჩურს უხავდა. მაგ პრეტენზიებს ვერ მივიღებ. ეხლა თუ ვიღაცას პირადი мотиваცია აქვს რომ 1000 რაღაცის სულელე მოიგონოს კი ბატონო, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ჯართან დაკავშირებით პრეტენზიებს ვერ მივიღებ. 2006 წლამდე მე მყავდა ორი შვილი, ფიზიკურად ერთი ჩემი უშუალო შვილი და მეორე ჯარი. ასე რომ ჯარში რაც მე ჩემი შრომა, ენერგია და რა ვიცი, რამე ჩავდე
დარწმუნებული ხართ რომ მიუხედავად იმის რომ ეს რაღაც მიმდინარე მოდი ესე დავუკვირდეთ ბრალდები პრაქტიკულად მოხსნილია აი წარსულთან დაკავშირებით არ მოგიწევთ რაღაც პასუხების გაცემა არ იქნება ახალი სასწავლებლის სამართლის საქმეები ძალიან კარგი კითხვა საქართველოში შესაძაც მოვდიოდი შენივად ვაცნობიერებდი ამ რისკებს შენივად ვაცნობიერებდი იმას რომ მომიწევდა იმ სასამართლოს ხელში გავლა რომელსაც ჯერ კიდევ მართავენ ჩემი ასე ვთქვათ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები რომლებთან პოლიტიკური წინააღმდეგობა კი არ მაქვს ეს გაცილებით უფრო რთულია და გაცილებით მეტ პირადულშია გადასული ანუ აქ და ბრძოლაში დანდობა არ არსებობს შენივად ვითვალისწინებდი იმ რისკებს რომ პროკურატურაში შეიძლება არ დამხვედროდა მთლად ისეთი გარემო რომელიც ლოიალური იქნებოდა ჩემთან მიმართებაში შენივად ვითვალისწინებდი იმ რისკებს რომ საზოგადოებრივი განწყობა შესაძლებელია ყოფილიყო იმდენად უარყოფითი რომ ამ უარყოფით განწყობას შეექმნა სხვა სახის განწყობა სასამართლოშიც და პროკურატურაშიც ეხლა მოდით თქვენ თონვე კარგად შეხედეთ ამას და თქვენი აზრიც მითხარით 5 საქმე 5 მიმდინარე საქმე ქონდა სასამართლოში ამ გარემოში 5-ვე საქმიდან შესაძლებელია რომ თლათ ესე მშრალად გამოსულიყავი ძალიან რთულია ამაზე ვისაუბროთ რა მოხდა თვითონვეც წინასწარ გეუბნებით რომ ერთ ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ლამის მე თვითონვე დავიჯერე ამ დანაშაულების რაღაცა რეალურობა აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება აბსოლუტურად ყველა ბრალდება იყო პირველი პოლიტიკურ მოტივებზე დამყარებული იყო სრულ ფაბრიკაციაზე დამყარებული იყო მოწმეთა წამებზე და წამებით მიღებული ჩვენებებზე დამყარებული იმასაც გეტყვით რომ ალბათ დიდი იმედი ჰქონდათ რომ ამ საქმეების განხილვა მოხდებოდა ჩემი არ ყოფნის პირობებში ცარიელ სასამართლო დარბაზში როდესაც მოსამართლეც მათი იყო პროკურორიც მათი იყო მოწმეებიც ვერაფერს განსხვავებულს ვერ იტყობდნენ არც მტკიცებულების გამოკვლევა მოხდებოდა არც იარაღის ბალისტიკას ყურადღებას არავინ მიაქცევდა მაგრამ კიდევ ერთხელ ხას ვსვამ ერთი საქმე დამრჩა ბუნებრივია შემდეგ კვირას ალბათ დამთავრდება იმ ერთი საქმის გარდა ყველა საქმეში იყო დამდგარი გამართლებელი განაჩენი პროკურატურამ შეწყვიტა ერთი თუმცა ეს არ გამორიცხავს თქვა 2003 წლის 2004 წლის დამგებზე ვინმე შეიტანს საჩივარს ადამიანი რომელიც საფრანგეთში ამას არავინ უჩივებს თქვენ ჩამოხვედით დაუბრუნდეთ ახლა მომოვლის თემას ანუ აწინოხლება თუ არა რაიმე საქმეების განხილვა თავიდანვე განაცხადე კიდევ ერთხელ უმეორებ თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ჩემი რაღაც სამწლიანი მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებით როგორც ერთ სტრუქტურაში ისე მეორეში ასევე მესამეში ყველაფერთვის ვთქვათ შესაბამისი სტრუქტურები არსებობს არავინ არ არის არ ვარ ახალ ხელისუფლების პოლიტიკურ გუნდთან ისეთი ვალდებულებით გადაჭაჭული რომ მე ვიღაცა გადამეფაროს ამაში მე მგონი დამეთანხმებით შეუძლიათ მიმართონ ამ სტრუქტურებს და ბუნებრივია ყველას პასუხს გავცე ბუნებრივია ხა ყველა ადამიანს თავისი რაღაც გაზვიადებული წარმოდგენები აქვს მის მოთხოვნებზე მის სურვილებზე მის გემოვნებაზე რამდენი საქმე პროკურატურაში შესული როგორც 7000-მდე როგორც ამბობ. ჩემთან დაკავშირებით დაახლოებით ამდენი შეიძლება თქვენ ამ სტატისტიკა არის ეს არ გამოქვეყნდება. 20, 30. ყველაზე სკეპტიკოსების გასაგონად ვიტყვი 100. 100-დან 7000-ისა და 7000-ის თანაფარდობა წარმოგიდგენთ რა არის? გაჩნია საქმეს ბატონო. არა, ზოგჯერ ერთი საქმე უძლიერია. აი განცხადებებზია საუბარი და არა საქმეებზე. განცხადებებზია საუბარი. ანუ არავინ არ უშლის ხალხს განცხადებების წერას, ხო? არც არავის აღარ ეშინდა ჩემი განსხვავებითი პერიოდისგან როგორც თქვენ ამბობთ, არც არავის არ აქვს რაიმე ესეთი ვალდებულება, ჩვეულებრივად მივლენ აწერი განცხადებას, ხო? არც ერთ საქმეზე დაბარებული არ ვარ დღემდე. აბსოლუტურად ერთ საქმის გარდა. ამ საქმეზე მოგვიანებით ვისაუბრებ. აუცილებლად. შესაბამისად მარტო ამითი შემიძლია ახსნა აი ეს დიდი სხვაობა ჩემ მოღვაწეობასა და ამათ დანარჩენ მოღვაწეობას შორის 100 საქმე და იმასაც გეუბნებით გაზვიადებულს და 6900 საქმე. ამით მარტო ამით არის ყველაფერი ნათქვამი, რამ ხელისუფლება ჩემი მათთან. თქვენთვის ყველა ამ ბრალდების გაუქმება გამართლება გარკვეულ ეჭვებს აღძრავს ორი მიმართულებით არ დაგიმოვოთ. ერთი მიმართულებით რომ თქვენ გარიგებული ხართ ახალ ხელისუფლებასთან და მეორე არის ეჭვი რომ თქვენ გარიგდით ძველ ხელისუფლებასთან, რადგან სასამართლო ჯერ კიდევ თქვა ძველი ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და ზუსტად ამიტომ გამართლებთ. ამაზე მინდა დაგელაპარაკოთ, მაგრამ რეკლამის დრო ჯერჯერობით ეთერში სულ 2 წუთში დავბრუნდებით ირაკლი ოქროშვილი არის მაგის სისტემური ლაბორატორია. დავრუნდით პირდაპირ ეთერში ირაკლი ოქროშვილი ამატოს სისტემური ირაკლი თქვენს გათავისუფლებაზე ვსაუბრობთ. ორი ვერსია, ერთი რომ თქვენ შეკრული ხართ ახლანდელ ხელისუფლებასთან და მან მოგიხსნათ ყველა ბრალდება მის ინტერესებში შედიოდა, მეორე რომ თქვენ შესაძლოა თქვა რაღაც ის სანაცვლოდ გაურიგდეთ ძველ ხელისუფლებას და სასამართლო რომელსაც პირობითად ძველი ხელისუფლება აკონტროლებს, ამიტომ მოგიხსნათ თქვა ეს ბრალდები. შეიძლება რომ ორივესთან ერთად იყო?
არა ორივე ვერსია არსებობს. შეიძლება ორივესთან ერთად, შეიძლება არ ვიცი კიდე ვინმესთან. პირველი ახლა ძალიან ძნელია, ოდესაც რაღაც აბსურდზე გიწევს თავის მართლება, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა ყველა მხარე საპირისპიროს ამტკიცებს. ახალი ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამოხატა და იგივეს ვიმეორებ მეც რომ არანაირი შეთანხმება მე მათთან არ მქონია და გთხოვთ კარგად მიადევნოთ თვალი იმას რომ ახალი ხელისუფლების საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი არანაკლებ არის დაპირისპირებული ან თუნდაც იყო წარსულში ჩემთან ვიდრე ძველი ხელისუფლების წარმომადგენელი. შეიძლება ძველი ხელისუფლებას. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რაღაცების თანაცვლოდ შესაძლოა რომ ბევრი ინფორმაციას უნდა ფლობდეთ. კი ბატონო, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეკრულებას და ალიანსს დიდი ბოდიშით, მაგრამ შეურაცხყოფათ მივიღებ. ბევრი მიზეზის გამო. როგორც ელემენტი მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, უნდა ყოფილიყავით მონაწილე იმ ერთ-ერთ სასამართლო პროცესისა, რომელიც შეერაღებული რაღაც დაჯგუფებების შექმნას ეხებოდა და უნდა მოგესმინათ იმ მოწმეებისათვის, რას ყვებოდნენ ისინი, რა დღე გამოიარეს და რას უკეთებდნენ. ეხლა გაუპატიურება სიტყვას არ ვახსენებ, მაგრამ არა ადამიანური მოპყრობა მოუწიათ. უმრავლესობა მათი ჩემი მეგობარია და მე მაგალითად ხა არის ბევრი რამე პირადი რომელსაც თავი ვიწყებ და პრობლემა არ არის. თქვენი დაკავების დროსაც ვრცელდებოდა 1000 გვარი ინფორმაცია თქვენზე ზეწოლებთან დაკავშირებით. რა ტიპის ზეწოლებია? მაგალითად ვისაუბროთ ჯერ ამ შეკრულების თემას თუ ამოვწუროთ. განვითარებას მივადევნოთ თვალი, ჩამოვდივარ საქართველოში, უცბად მიიღებ ამ პოლიტდემილტაციიდან, აღარ შევყავარ პოლიტპატივრების სიაში, მე უცბად პროკურატურის პოზიცია საკმაოდ უცნაურად იცვლება, მე ისევ პროკურატურის პოზიცია იცვლება და ითხოვს გაცილებით მსუბუქი ღონისძიებების გამოყენებას აკვეთის თვალსაზრისით და დედამიწის ზურგზე არსად არ მოხდა და პროკურორი ითხოვდეს მსუბუქს და მოსამართლეს მძიმე გამოქონდეს. ანუ მოსამართლის მხრიდან გარკვეული სახის პინგ-პონგის თამაში მიდიოდა განსაკუთრებით ძველი ხელისუფლების მხრიდან. ორივეს პოზიცია რო ერთმანეთს დამტყობდა და მე მგონი რომ სრულად გამორიცხულია ახლა მაგარის დამეთახვით. მიუხედავად მაგ ყველაფრისა ძალიან ნათლად გამოჩნდა რომ ყველა ეს საქმე იყო მართლა გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკურ მოტივებზე დამყარებული ერთი, მაგრამ ამაში შეიძლება კიდევ ვიღაცამ თქვას რომ სუბიექტური ვარ. იქ კონკრეტულად არსებული მასალების მიხედვით ჩანდა რომ ეს იყო აბსურდის თეატრი და მეტი არაფერი. დავრუნდით თქვენი დაკავების თემას. 1000 ჭორმართალი დადიოდა ქალაქში, იყო საუბარი ფსიქოტროპულ რაღაც მედიკამენტებზე, იყო საუბარი ფიზიკურ ზეწოლაზე, იყო ნახსენები ის სიტყვა, რომლის ხსენება თქვენთანაც არ გინდოდათ, რომ მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. რა მოხდა რეალურად? არაფერი ისეთი ვერსია, რომელიც საზოგადოებაშიაც მუხსირებდა საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, არ არსებობს. უმარტივესი რამ არის, რასაც ბუნებრივია კეთვით და არაფერი დასამალია მაშინ არ არის. ჩემზე ხდებოდა გარკვეული სახის ზეწოლა, რითიც მე იძულებული ვიყავი ეს ნაბიჯი გადამედგა. ეს ზეწოლა იყო გამოხატული ჩემი მეგობრების არაადამიანურ, ასე ვთქვათ, წამებაში, რომლებიც იმავდროულად იმყოფებოდნენ ციხეში, რომლებიც ჩემთან მოყავდათ, ამ ყველაფერს აყოლებდნენ. უშუალოდ ვინ მონაწილეობდა აი ამ ზეწოლაში? ვინ შემსრულებელი მე არ მინდა სახელები და გვარები დავასახელო ჩემი მეგობრებისა, მათი ნებართვისგარეშე. არა, თქვენი მეგობრებისა არა, მეორე მხარეს. მათი ნებართვისგარეშე, იმიტომ რომ მათთან მიმართებაში შეიძლება გარკვეული შეურაცხყოფა იყოს ეს. იყო ადამიანი, რომელმაც ორჯერ სადაც თავის ჩამოხრჩებოდა სასამართლოს ხოთის შორის ეს დასახელდა. 3 წლის შემდეგ გავიგე, როდესაც შემთხვევით მომიყვა სახში ისმე. იყო ადამიანი, რომელსაც ორჯერ დახვრეტის ინზარირება მოუწყეს ზურგიდან, იმის გამო რომ ჩემზე არ წერდა არაფერს. 11 ადამიანი იყო დაახლოებით დაპატიმრებული და ასეთ მუდმივ პრესში ყავდათ, მოდით ამ ჟარგონს ვიხმარ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომლებსაც მე ან აყოლებდნენ ჩემთან, ან თვითონ მიყებოდნენ. შეუძლებელი იყო მე ამ ნაბიჯზე არ წასულიყავი ერთი ამის გამო და მეორე რომ გითხრათ მათ კეთილ შობილებაში ახლა ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხელისუფლებას გულისხმობ რაიმე სახის იმედს ხედავდი და საკუთარი ოჯახის საბოლოო ჯამში ამაზე მიდგებოდა საქმე საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე ექსპერიმენტს ჩავატარებდი ნამდვილად არ ადამიანი გამოვიდოდი საბოლოო ჯამში და მე ამაზე ვერ წავიდოდი ვის მოყავდა ეს ადამიანები უშუალოდ ვინ გეუბნებოდა ირაკლი თუ თქვენ არ დაწერ შენ არ დაწერ ამას მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული ამ ყველაფერში თუმცა კონკრეტული რა თქმა უნდა დასამალე არაფერი არის თავიდან ამისთვის ეს ამოისუფლება დელეგირებული ქონდა კეზერაშვილს კეზერაშვილმა ამ საქმეს თავი ვერ გაართვა თვითონ მეთქა რომ მე ხა თავს განებებ და გავდივარ ამ საქმიდან და მორჩი ამ ყველაფერსო და ამ ყველაფერს მე დაიწყო და ბაჩო ახალაიასთან იყო ჩართული აკუადან დაწყებული მთელი კუდით დამთავრებული ხა კონკრეტული გვარები რა თქმა უნდა შორს აგვიყვანს და ფიზიკური ზეწოლა თქვენზე არ ყოფილა არა ირაკლი ეს ყველაფერი მოყვა თქვენს ძალიან ცნობილ განცხადებას ხელისუფლების დანაშაულებებთან დაკავშირებით და აქ იყო ყველაზე ამაზე ზეინდა ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება რომ მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ
გავალებდა თქვენთან ერთად გეგმავდა რამც ნებისმიერი ფორმულირებაში გამოდგეს უმაღლესი პირების პოლიტიკური ოპონენტების ყველობას მათ შორის საუბარი იყო ბადრი პატარკაციშვილის აფეთქებას. შემდეგ თქვენ ეს ინფორმაცია უარყავთ გასაგებია ზეწოლის ქვეშ ადამიანები უარყოფენ. ეხლა შეგიძლიათ დაადასტუროთ რომ ეს იყო რომ ბუნებრივია რაზეც მე მაშინ საუბრობდი ეს ყველაფერი რეალობაში შეესაბამებოდა არაფერი აქ მონაგურნი არ იყო განვითარება რაც მე მოხდა ბევრ ადამიანთან მიმართებაში თუნდაც იგივე ბადრისთან მიმართებაში არ გულისხმობ მის გარდაცვალებას იმიტომ რომ მე ამ გარდაცვალებაზე არანაირი ვერსიები არ მაქვს მასზე ზეწოლები მისი ქვეყნიდან გაძევება იმედი ჩამორთმევა და ასე შემდეგ ძალიან მარტივად ადასტურებდა რომ ასეთი სახის მენტალობა არსებობდა შიგნით ხელისუფლებაში განსაკუთრებით პრეზიდენტის თავში ვინ იყო კიდე ამ ჩამონათვალში ბადრი პატარკაციშვილის გარდა ვის ლიკვიდაციაზე იყო საუბარი გელაშვილის თემა იყო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ბადრი ერთი გამონაკლისი იყო აწყნოს მისული გელაშვილის თემა იყო სხვადასხვა წვრილი თემები. გაქვთ რამე კონკრეტული ინფორმაცია გელაშვილის საქმეზე, ვინ იყო შემსრულებელი? დღემდე ეს საქმე გელაშვილთან დაკავშირებით პროკურატურამ ემთხოვა ნაკითხვაზე მისვლა. ბუნებრივია მათ ჩვენებას მიცემ შესაბამისად იმის გამო რომ ამ საქმეებზე მომიწევს პროკურატურაში გარკვეული ზუსტად ინფორმაციის პროკურატურისთვის გარკვეული ინფორმაციების მიწოდება აქ არ ვისაუბრებ და არა მარტო ამ მიზეზის გამო. არსებობს რამდენიმე მიზეზი ამისთვის. თუმცა გაქვთ ინფორმაცია ამ კი, ბუნებრივია ხარ. კულტურის სამინისტროში ამუშავდი და მით უმეტეს თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ამ ფრანკენშტეინის ავტორი მე ვიყავი და შეგინთ მათთან ერთად მიწევდი. ჩემი ნათქვამიდან თქვენ დამეთანხმდით. ბევრი მიზეზია, რაზეც არ მინდა ამ თემებზე საუბარი. ერთ-ერთი რა თქმა უნდა ის რომ იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს და რაღაც სახის ჭიხში არ ამოვჭდით. მეორე ის რომ ვინმე არ იფიქრობს რომ ეხლა ამ თემით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. მესამე ის რომ წარსულში ქექვა სიმართლე რო გითხრათ აღარ სიამოვნებს და აღარ მინდა. და წარსული თემაა, მაგრამ კი გასაგებია ზურაბჟვანიას თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. ირმაჭკადუამ საკმაოდ ადვოკატ მაჭკადუამ საკმაოდ ისეთი მინიშნება გააკეთა, შეიძლება კონდეს ამ ინფორმაციას. საზოგადოების ინტერესი ბუნებრივია ამაზე არსებობს, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, მაშინ მე ვიყავი ერთი დონ კიხოტის სიკულებთან მებრძოლი, რომელიც ამ თემებს ამზეურებდა წმინდა პოლიტიკური შედეგების მიღების თვალსაზრისით, იმისთვის რომ ხალხს უნდა რა ხდებოდა და ვისთან ჰქონდა საქმე. და დღეს ეს პოლიტიკური შედეგების მიღწევის აუცილებლობა და ალბათობა აღარ არსებობს. შეიცვალა სიტუაცია, როდესაც პროკურატურაც, პოლიციაც, სასამართლო რა თქმა უნდა ნაკლებად გამოძიების ორგანოები გათავისუფლდნენ პირველი პოლიტიკური დაკვეთებისაგან, პოლიტიკური წინახისაგან, სრულად თავისუფალი არიან იმისთვის, რომ იურიდიულად დააყენონ შედეგები ამ საქმეებზე. ეხლა მე აღნიშნულოვანია რომ გყავდით მოწმე რომელმაც იცის ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ეს ერთი ბუნებრივია და მე და აქ მთელი რაღაც ერთი აჟიოტაჟი იყო ჩემი ციხეში ყოფნის პირველ პერიოდში რომ აი ოქროს მოწმე ჩამოვიდა იმის მე არანაირი პრეტენზია ასეთ როლზე არ მაქვს და მე თვითონვე არ მსიამოვნებს ამ თემებზე საუბარი იმიტომ რომ დიდი დრო გავიდა სხვა ტიპის мотиваცია გამიჩნდა მათთან ურთიერთობაში. კარგი, მარტივად გითხავთ, გაქვთ თუ არა თქვენ რაიმე ტიპის ინფორმაცია, რომელიც გამოძიება შეიძლება გამოუდგეს ზურაბჟვანიას საკითხის გარკვევაში. მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ არ ვიცით ეს კვლევა არის. თქვენ თვლით რომ ეს კვლევა იყო, შეგიძლიათ სამართალდაცვების ერთ-ერთ წარმომადგენლებთან ჰქონდა მე ამ თემაზე საუბარი და ბუნებრივია ახლა მომიწევს ალბათ ამაზე ჩვენების მიცემა და ასევე ამის გამო მოდით არ ვისაუბრებ ახლა აქ ამ იმაზე. მარტივად გითხავთ, მაშინ თვლით რომ ეს იყო კვლევა თუ არ იყო ეს კვლევა? მე თვლი რომ ეს კვლევა არ იყო. არ იყო. ანუ ჟვანია გარდაიცვალა რაღაც ბუნებრივი კითხვა ამისით მე გიპასუხეთ. კიდე ერთი საკითხი ჟვანიას თქვენ იცით დანამდვილებით რომ სიკვდილი არ დადგა იმ ადგილას სადაც შემდეგ შედარი აღმოაჩინეს რომ ჟვანია მიიწვა. არა, შორს რა წავიდით, მოდით ამ თემებზე ამოვწუროთ და ბუნებრივია ახლა გენერალური თავარი პროკურორი განცხადებებს აკეთებს ყოველ საქმეზე ალბათ კვირაში ერთხელ. და ბუნებრივია ისეთი თარიღებიც გამოაცხადა მან რომ არც ძალიან შორეული წარსულში ძალიან შორს არ იქნება. მალე გამოაცხადებენ ამ საქმეების გახსნილად როგორც მე ვიღებ ინფორმაციას მედიიდან. მაგრამ დავალოთ მის განცხადებებს. ბუტარობაქიძის საქმე. ამ საქმესთან დაკავშირებით მე გავხდით გუშინ წინ პროკურატურაში, ჩვენება მივეცი ბუნებრივია. ეს საქმე არის ერთ-ერთი ისეთი პირდაპირ ვიტყვი შავი ლაქა ჩემი ამ სამწლიანი ასე ვთქვათ მმართველობის პერიოდში. თუმცა არც ისეთი უგირსოთ მოკერებული როგორც
მაგალითად გირგულიანის თემა არსებობს სხვა ჩინოვნიკებთან მიმართებაში. ბატონო, ნუ შევადარებთ. ბუტაროვაკის მშობლებისთვის ბუტაროვაკის ისტორია ბაროდარებს ხვები ადარებდნენ ამას, ხვები აკეთებდნენ ამას. არა, ჩვენ შევადარებთ. ხვები აკეთებდნენ ამას ასე, ბუნებრივია, მე მესმის ჩემი მორალური პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. მაგრამ აქ უნდა განვასხვაოთ ეს ორი საქმე ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ყველაფერს რაღაც საზღვარი აქვს. იქ ადამიანი მოკლეს უშუალოდ დავალებით, კონკრეტული განზრახვით, არადამიანური მოპყრობის შედეგად და თან ministrits მეუღლეც, შემდეგი ასე ვთქვათ, მეთიმთავარი ოჯახის იერარქია, ყველა თავით იყო გადაშვებული. და როგორც ირკვევა, ვთქვათ, იგივე ბუტაროვაკიძის საქმეში პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ეს იყო, ვთქვათ, შემთხვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა კრიმინალურ საქმეში. თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით ამ პერიოდში, არის პრობლემა იმისა, მთელი პრობლემა იმისა, რომ ეს საქმე ამ დონეზე განვითარდა და აქეთ წავიდა, იყო ის, რომ იყო ზუსტად ის საბავშვო ბაღი, რაც ხდებოდა, რაც ვისაუბრეთ ჩვენ, რაც ხდებოდა პირველი წლების განმავლობაში. 6 თვეში ერთხელ მიწევდა გადაადგილება სხვადასხვა ადგილებში. როდესაც მოხდა ეს საქმე, მე ნოემბრის 23 იყო, მე მგონი, სექტემბრიდან უკვე მე ფაქტურად არაფორმალურად თავდაცვის მინისტრად უკვე გადასული ვიყავი. ბუნებრივია, გაცილებით გვიან დავინიშნე, მაგრამ იმის გამო, რომ პარამეტრებს ჩაფლავებული ქონდა ის სისტემა, რეალურად მე მიწევდა ბევრ რამეზე იქ უკვე იმ პერიოდიდან მუშაობა. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც გადასვლამდე 2 კვირით ადრე მთლიანად, ასე ვთქვათ, ჩემოდნების რეჟიმში ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი რა ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამის გამოც არის, რომ ბევრი რამე დეტალები არც მახსოვს და არც შეხება არ მქონია. თუმცა ერთი რამე უნდა ითქვას. პოლიციელების ჩადენილი დანაშაულია სახეზე, რომლის გამოძიების კომპეტენცია არის პროკურატურის საქმე. ჩემი ბერკეტი მაქსიმუმ იყო ის, რომ ეს პოლიციელები სამსახურიდან გამეთავისუფლებდნენ და მეტი არანაირი ბერკეტი მე არ გამეჩნდა. და იმავდროულად ჩემთვის საუბარია სხვა ეჭვზე, რომ ასეთი ტიპის წესებულებათა ფალსიფიკაცია ვერ მოხდებოდა, თქვა ზემდგომი ადამიანების თანხმობის, ზემდგომი ადამიანების განცოდნის შესაბამისად თქვენ იყავით მინისტრი. არის ეს ვერსიაც, მაგრამ ამას პოლიცია ძალიან იერარქიული სტრუქტურაა, ასე მარტივად არის ეს ვერსიაც, კი ბატონო, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ. იარაღის ჩადება არ ხდება მინისტრთან შეთანხმებით. თუ ასეთი რამე თეორიულად, ასეთ გადაწყვეტილება, ასეთი ტენდენცია, ასეთი პოლიტიკა არსებობს, ამისთვის კონკრეტული შეთანხმებები ხდება გაცილებით დაბალი რგოლის ადამიანებთან, იქიდან გამომდინარე რა პოლიტიკური ტენდენციები მოდის ზემოდან, ბუნებრივია. ასეთი რამე ჩემ დროს არ მოხდა. პირდაპირ გეტყვით, ეს იყო უფრო მეტად შედეგი იმისა, რომ ჩემი ამ გადასვლის პროცესის გამო დაბალმა დონემ თავი იგრძნო, ასე ვთქვათ, სრულად თავისუფლად და თვითშემოქმედებას. ირანი იყავით? ნამდვილად არ დაგეთანხმებით მაგაში. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თქვენ მაშინ წამოწიეთ და რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პრეზიდენტის ბიძის მიერ ფულის გამოძალვა. რობაქიძის საქმეზე ერთ დავამატებ. ჩემთვის სურპრიზი იყო ასევე, აღარ მახსოვდა ბევრი რამე და უფრო მაგის გამო, როდესაც ვნახე, რომ გენერალურ ინსპექციას მოკვლევაც კი თქონდა დაწყებული, აღარ მახსოვს რამდენიმე დღეში, თვითონ ამ პოლიციელების წინააღმდეგ. ასე რომ ამ საქმის, მოდით ესე ვთქვათ, ასეთი სახის განვითარება, ასეთი ჩაფარცხვა, უფრო მეტად ბიუროკრატიული რაღაც ძაღლის წავს არ დახევს იმის შედეგი იყო და შემდგომში რა თქმა უნდა ადეიშვილის მიერ ხელის დაფარების შედეგი. მithumetes იმ სიტუაციაში, როდესაც პროკურატურა ეძებდა ამ ყველაფერს. ვიდრე ის, რომ მინისტრთან იყო შეთანხმებული რაღაც აბსურდული ვერსიები. ხა წარმოიდგინეთ, მithumetes საპატრულო პოლიციის უფროსი არც ჩემი მეგობარი იყო, არც ჩემი ოჯახის წევრი იყო, არც ნათესავი იყო, არც პოლიტიკურ წარსულში არ გვაკავშირებდა არანაირი ურთიერთობა, ისე როგორც ეს რიგითი ადამიანები, რომლებიც გარეული იყო ამ ყველაფერში. რატო უნდა ამეტკივებინა თავი და რატო უნდა დამევალებინა? ტყავის არდახევის თემა. არა, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი რაღაც ელემენტარულ წვრილმანიმაში ესეთ იმას ჩადიხარ და არაფერში არ ჭირდება. ესე არ ხდება, რომ ძაღლის წავს არ დახევს. გირგულიანის ამბავს საქმე გვაჩვენა, რომ ხდება. გირგულიანის ამბავი სულ სხვა იყო. მაგრამ მაგკუთხით სხვა იყო. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ბიუროკრატიას არა ჩვეულებრივ ბიუროკრატიას, აქ ჩვენ საუბრობთ ჩვეულებრივ ბიუროკრატიას, კონკრეტული პოლიციელები არიან ჩვეულებრივი ბიუროკრატია. ბიუროკრატიას, რომელსაც ჰქონდა პარტიული ელიტის, თავარი საყრდენის ამ ხელისუფლების თავარი სარეპრესიო მანქანის, ასე ვთქვათ, დამსჯელების. ამათ არ უნდა დაეგრძნოთ, რომ რამეზე შეიძლება დაისაჯონ. აქ თავარი ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან. და მაგის გამოც იყო გამოწვეული, ასე ვთქვათ, ყველას მიერ ზემოდან გადაფარება მე ამ საქმეს. თემურ ალსანიას საკითხი. ადასტურებთ ახლაც, რომ თქვენ ვის დააკავეთ 200.000. კი, რა თქმა უნდა, ეხლა თემურ ალსანიამ იმდენი ბიზნეს პროექტი ჩაატარა იმის მერე, ამ განცხადების მერე საქართველოში, მე მგონი დაკარგა კიდეც ამ ჩემი განცხადებამ აქტუალობა, ასე რომ
ერთ ბიზნეს პროექტს გაგახსენებთ, რომელშიც ამბობენ თქვენ მონაწილეობით. რუსთავი 2 და კიბერხალვაში. კიბერხალვაში თქვენს უახლოეს გარემოს ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ. მოდით ამ თემასთან დაკავშირებით დაკვირდებით, რომ ნებავთ თქვენ ჟურნალისტებთან ვისაუბრებ, მაგრამ დღეს თავ შევიკავებ. მაგრამ აუცილებლად იქნება საინტერესო სასაუბრო. გაქვთ კიბერხალვაშთან ახლა რამე ურთიერთობა? არა, უბრალოდ ამ თემის თუ რა ვიცი, თუნდაც წლის განმავლობაში მასთან ურთიერთობა არ მქონია, არანაირი პრობლემატური რაღაცი მინდა გამომდინარე, მაგრამ ამ თემაზე ვისაუბროთ ცოტა მოგვიანებით. საერთოდ მინდა გესაუბროთ თქვენს ურთიერთობებზე მიხეილ სააკაშვილთან, თქვათ ხელისუფლებასთან ყოფილთან როგორ უნდა თქვა, აღარ ვიცი. ნაციონალურ მოძრაობასთან მოდი ეს თქვა. ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ეს ურთიერთობა დამთავრდა კრახით. კიბერხალვაშთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ რამდენადაც მე ვიცი, ეს ურთიერთობაც არ არის. ურთიერთობა ჰქონდათ სოზარ სუბართან. არა, ესე დამატებებას მოახდენთ, ახლა კრახით დამთავრდა და ის საბოლოო ჯამში ისეთი იმიჯი შეგვექნას, რომ თითქოს ურთიერთობას არ აქვს. რეკლამაზე და მე ვისაუბროთ, რამდენად გამოგვით ურთიერთობა. ზუსტად ვარწუჩი დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დავრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგზელებთ საუბარს ირაკლი ოქროშვილი ურთიერთობებზე საუბრობთ ამ შემთხვევაში. მართლა თქვენ განიპროტესტეთ, მაგრამ თქვენი ეს წამოწყება რაღაც ურთიერთობის აი ცუდად თავდებოდა. მე ვერ ვიცი ურთიერთობებში, მე ვარ მაქსიმალისტი და ვერ ვიტან სამართლობას. ალბათ ეს შეუძლებელად ყველა ადამიანის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მოთხოვნა. ვარ მაქსიმალისტი იმ თქრე, რომ შემიძლია ამოვიღო და გული ვაჩუქო ადამიანს. ოღონდ სანაცვლოდ ვიტყოდ ზუსტად იგივეს. არანაირად ნაკლებს. ხა სააკაშვილსაც შეეხება ყველა ის გუნდი რომელთანაც თქვენი ყავით ამ შემთხვევაში იქით ამ ხარეს არსებული გუნდის გულის ხო ამინდა არასტრაბახად გამომივიდეს და საქმე მაშინმა გამოგაჩინოს, მაგრამ მათთან კოაპიტაცია აუცილებლად მექნება. ოღონდ კოაპიტაცია გახურათ. ბევრ რამეს ვერ დავივიწყებ, ბევრ რამეს თორს ვერ დავხუჭავ, იმიტომ რომ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს მათთან ურთიერთობაში. მთელი პრობლემა ამ ურთიერთობების იყო ის, რომ ძალიან პირადულში გადაიყვანეს მათ ეს. ეს აღარ იყო პოლიტიკური დაპირისპირება. შემდგომ ეტაპზე ქართული პარტია იყო უცებ გაქრა, თან გაქრა ისე რომ შემდგომ ამ პარტიის ლიდერები, თანათავმჯდომარეები ერთმანეთის ძალიან ცუდ სიტუაციებში იყო, ძალიან ჰიბრიდული წარმონაქმნი, ძალიან უაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, ძალიან ურთიერთგამომრიცხავია, როგორც ჩემზე ახსენეთ, წინააღმდეგობრივი ადამიანებისგან შემდგარი და ბუნებრივია ამის გამოც გაქრა პოლიტიკური არენიდან. დღეს ქართული პარტია თუ იურიდიულად თუ შემორჩა, ეს არის უფრო იმ ძველი რაღაც სამეგობროს გაერთიანება და არანაირად პოლიტიკური პარტია ბუნებრივია და გამომდინარე იქიდან მე მომავალში რა პოლიტიკური გეგმა მექნება, იმის დამიხვით ან გადარჩება ან რა იყო საერთოდ ქართული პარტია, რა მცდელობა იყო? მე მახსოვს რომ 2010 წელს თქვენ ამბობთ რომ გაზაფხულზე დაბრუნდებით საქართველოში ან 2011 წლისთვის და ესეთი პრაქტიკა იყო გამოყენებული ჩვენ ველოდებით სამოქალაქო დაპირისპირებას და თეთრი ხელთათმანებით არ ვაპირებთ მოქმედებას, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა. ქართული პარტია იყო საქართველოს დაბრუნების ინსტრუმენტი, პრაქტიკული პოლიტიკური მეთოდებით, სხვათა შორის სასამართლოში მე აბსოლუტურად დეტალურად ვისაუბრე დღეს და სამწუხაროა რომ ჟურნალისტებს ამის ჩაწერის არ ჰქონდათ საშუალება. ზუსტად აი ამ პროცესებზე რა მოხდა მაშინ. ბევრი ადამიანისთვის მოკლედ ვიტყვი და აღარ გავაგრძელებ ბევრს, ბევრი ადამიანისთვის ალბათ ეს უფრო ბიზნეს პროექტი და ფულის კეთების საშუალება იყო. სამწუხაროდ ვიღაცების მიზნები მიღწეული იქნა, ვიღაცების არა. მიდის ეს დავა კიდე ამ ფულთან დაკავშირებით იყო დავა თქვენსა და ეროსე კიცმანიშვილს შორის. მაესტროსთან დაკავშირებული დავა იყო. კიცმანიშვილთან ფინანსური დავა მე არ მქონია, ასე რომ. არა, მაესტროსთან დაკავშირებით თქვენ და ეროსე კიცმანიშვილს ჰქონდათ ერთ პირობებსაც ეროსე კიცმანიშვილი როგორ თქვა შეიჭრა მაესტროს ტერიტორიაზე, მან თქვა რომ მე ვერ ლაპარაკე ირაკლი ოქროაშვილს, მან მითხრა ფეხი არ მოიცვალო. არა, ფინანსური დავა სხვა რამე ახლა. და ფინანსური დავა 4 მილიონს, რომელშიც ირაკლი ოქროაშვილის და მიხეილ ხუბუტიას ფული იყო ჩადებული. არა, ეს რაღაცა ჩემთვის ძალიან ახალია. ამის გავს ერფრე ყოფილი. გაქვთ ურთიერთობა ეროსე კიცმანიშვილთან. კარგი, მაშინ ასაპირებთ. ჩამოხვიდეთ. ბრალეულობა მოგიხსნის. პირველ რიგში აპირებთ თუ არა თქვენ შეიტანოთ ხო სარჩილი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუნდაც იმაზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ზეწოლა, წამება, ანგარიშწორება. ბუნებრივია, ძალიან დიდი შანსი მაქვს ასეთი რაღაც სარჩელის წარმოქმნის შემთხვევაში, გამარჯვებას მივაღწიო, გარკვეული სახის კომპენსაციები მივიღო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს კომპენსაციები ვისგან უნდა მივიღო? ქართული სახელმწიფოსგან. ხა არც ისეთი ის არა ვარ ამოცინეთ ერთ-ერთმა ახსენა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ახსენა რომ ამას პრინციპის გამო გავაკეთებოდა, მე ხა ეგეთი პრინციპები არ მაქვს.
ვაპირებ. აქ არ არის საუბარი მარტო თქვა კომპენსაციაზე ფინანსურზე, ხო შესაძლოა თქვენი სარჩელი აღმოჩნდეს თქვა გადამწყვეტი სისხლის რაიმე სისხლის სამართლის საფუძვლად და ასე მე ვამჯობინებ რომ ცოტა იურიდიული ჩარჩოებიდან გამოვიდე და რაღაც პირადი მეთოდებით გავარკვიო ეს პრობლემები და ეს ურთიერთობები. პირად ანგარიშწორებას არა, ცოტა ნამტანი ასე თქვა დამაწესრებას ისე უნდა მოახდენს. ყველაფერს თავისი დრო გამოაჩენს და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ზოგადად შეეხება ახლა ზოგად გეგმებს ქართულ ჯგუფში გაჩენილი ძალიან ბევრი ვაკანსია და შევეცდები ერთ-ერთი მათგანი მეც დავიკავო. ეს ისე. კონკრეტული ჩამოყალიბებული გეგმები სიმართლე გითხრათ არ მაქვს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ რაღაც მიმდინარე სასამართლოების პერიპეტიებში არავინ არ იცოდა რა შედეგით დამთავრდებოდა. ისე უკანდაბრუნდებოდი ციხეში თუ დაგავშებოდი თავისუფლების პირობებში. უახლოეს პერიოდში ვიქნები დაკავებული და საკმაოდ დიდ დროს წარმართავს ალბათ ოჯახის გადმოყვანით. ასევე გარკვეული ასე ვთქვათ ფეხის მოდგმა დამჭირდება, იმიტომ რომ მე-13 ვიწყებ ცხოვრებას ნულიდან. ეს ამაში არ გულისხმობს სამართალს თუ ჩანგელს და დანას. უფრო მეტად გულისხმობ მეგობრებს, რომლებიც განსაკუთრებით ამ რაღაც ბოლო 5 წლიან რეპრესიული რეჟიმის პირობებში საკმაოდ შემიწყებდნენ. მაგრამ ყველაფერზე არ ვწუხარ, ყველაფერი ალბათ უფლისნება იყო და ასეც უნდა მოხდარიყო. მაგალითისთვის ჩემი მეგობრის მამას თბილისში ერთ ძალიან ცნობილ ადამიანს შეუვარდნენ ჩემს გამოსახში ერთი წლის წინ ლაური ჯანაშიას შეიძლება გაგებულდეთ ვაგის ყოფილი პროკურორი იყო და სასტიკად გაუსწორდნენ. ისე როგორც ჩემი ბიძა მაგალითად გაიტაცეს და სასტიკად აწამეს. განსაკუთრებული ჯილდოს გადავცემ ადამიანს, რომელიც სახელებს და გვარებს მომაწვდის ამ საქმის შემსრულებლების. თორე ჩემთვის პრინციპის საქმე იქცა ბევრი საქმე და ბუნებრივია ხე თვალს ვერ დახვიჭო. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, არსებობს ასეთი. კი ფიქრიათ ამ სამწუხარო რეალობა ჩემთვის ესეთია. საქართველოში არ ცხოვრების გამო, იმის გამო რომ გარკვეული ცხოვრების წენზე არ გამაჩნია, ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვერ ვიღებ. ბუნებრივია სრულად გამოვრიცხავ ჩემს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, არათუ დღეს არასდროს არ მქონია ამის ამბიცია. თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინო რომ გამოკლებული რომელიმე მანდატის მესარგებლა წადა რომელიმე ოლქში მეყარა კენჭი, მაგრამ ამის გამოც ასევე რომ წენზე არ გამაჩნია, ბუნებრივია ესე სრულად გამორიცხულია ჩემთვის. შესაბამისად ზუსტად აი ბუნდოვანი სიტუაციიდან გამომდინარე პოლიტიკური გეგმები ძალიან ასე ვთქვათ ბუნდოვანია ჩემთვის და ვერ წარმოვიდგენია რა უნდა ვაკეთო, მაგრამ ბუნებრივია ვისთან ისურვებთ? აი წარმოვიდგინოთ ერთი წამით რომ ეს რაღაც მოიხსნა რაღაც ბარიერები, ვისთან ისურვებდით კოალიციას ქართულ პოლიტიკურ ზოლზე? ესე გეტყვით. არის ესეთი ესე გეტყვით. გამორიცხვის მეთოდით რო წავიდეთ და იმის გათვალისწინებით რომ ძალიან ბუნდოვანია ჩემი პოლიტიკური მოვალე ისევე როგორც მე თვითონ არ მაქვს მე მაქსიმალურად შევეცდები და ბევრს გავაკეთებ იმისთვის რომ ახალ ხელისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდე. თუმცა გაქვთ გარკვეული წინააღმდეგობები, გაგახსენებთ თქვენს საკმაოდ უხეშ შეხლა შემოხლას მარია ფანჯიკიძესთან და ირაკლი ალასანიასთან. არა, ეს ცალკეულ აქ საუბარია ორივე მინისტრია ცალკეულ ადამიანებზე საუბარი არ არის ხელისუფლება ცოტა ესეთი აბსტრაქტული ცნებაა და ბუნებრივია დაპირისპირება ან წინააღმდეგობაში მოსვლა სხვა ტიპის ნაგულისხმებია ვიდრე რაღაც ერთი წაგიმკლავება სადმე მედიაში. მე შევეცდები რომ ასე წინააღმდეგობაში არ მოვიდე, ბუნებრივია გარკვეულ დორომდე სანამ არ დავინახავ რომ რაიმე ცუდად მიდის, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან დღეს აშკარად ჩანს რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის. აი ეს მარტივად ყველაფერი კარგად მიდის. იმის ფონზე რაც ხდებოდა დამეთანხმეთ ყველაფერი კარგად მიდის და რა თქმა უნდა ბუნებრივია მე უფრო გაცილებით სკეპტიკური შეიძლება ვიყო ვიდრე თქვენ, მაგრამ ის პრობლემები რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს არ ჩანს იმათ რომ ეხლავე რაღაც ქილიკი და კრიტიკა დაიწყო. შეუძლებელია ამ ქვეყანაში უცბად ერთი ხელის დასმით ყველაფრის გამოსწორება. მე ეს ძალიან კარგად მესმის. შეუძლებელია ქვეყანაში სადაც დანგარეული მთლიანად განათლების სისტემა და ახალი განათლებული თაობების გენერირება არ ხდება, უცბად რაიმე შეცვალო. თან მით უმეტეს იმ ლიმიტირებული ეკონომიკური საშუალებების პირობებში, როდესაც ერთი პატარა ღარიბი ქვეყანა ვართ, ბოლო-ბოლოს მოდი თვალე რეალობას გავუსწოროთ. ამას დაჭირდება გარკვეული წლები, ამას დაჭირდება გარკვეული სახის შოკური თერაპია ეკონომიკაში განსაკუთრებით. მე ესე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში რაღაცა შეიძლება განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ საბოლოო გათვლა ჩვენ უნდა გქონდეს გრძელვადი ამ პერსპექტივაზე. სანამ გარკვეული თაობები, განათლებული თაობები არ დაგვეწევიან, მაგრამ მანამდე კარდინალურად ქვეყანაში მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.
აუცილებლად გასათვალისწინებელი და დასაფასებელია, რომ ქვეყანაში სამართლიანობასთან მიმართებაში რაღაც შეიცვალა. ბუნებრივია, მოდით ისიც გავითვალისწინოთ. შეიცვალა სისტემა, რომლის შენებას თქვენ დაიწყეთ. კი ბატონო, გავითვალისწინოთ ისიც, რომ მაშინდელი დაჭერები მე ჩემის აზრით რუნია რომ გამოძახილი იყო საზოგადოების მოთხოვნილებიდან, ისე როგორც დღესაც არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან გარკვეული სახის სასჯელის დაკისრებისა იმ ადამიანებთან მიმართებაში. მე მეჩვენება რომ ახალი ხელისუფლება ამ თემაზე ცოტა პასიურ რეჟიმშია, მათ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნიათ, მაგრამ ეს არის ის სახადი, რომელიც დაახლოებით 6 თვეში აუცილებლად მათ უნდა მოიხადონ. თელმა ქვეყანამ უნდა მოიხადოს. ბუნებრივია საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველა ადამიანს, ყველა ჩინოვნიკს, რომელიც თუნდაც რაღაც გადაცნობაში იყო შემჩნეული, მივადგეთ და ყველას რაღაც პასუხი მოთხოვოთ, მაგრამ არის სახელები და გვარები კონკრეტული, რომელიც ხალხი ითხოვს, რომ ეს ადამიანები უნდა აღმოჩნდნენ იქ, სადაც უნდა აღმოჩნდნენ. და ნებისმიერ შემთხვევაში პროკურატურას გააჩნია მე მესმის რომ ამ წლების მერეც კი თქვენ მაინც ისე იმ ტალღაზე ხართ. ხალხი ფიქრობს რომ ეს ხომ არ არის. თქვენი და თქვენი კატეგორიის ადამიანების გულისხმობ იმ შტაბის-წლებას რაც ჩემზე გაქვთ. გადასახედიდან ხო მე ქორი ვარ და ასე ვთქვათ ესეთი ძალიან არც ეგეთი მაღალი შტაბის-წლება. ქორი და არწივია. არა, არწივი არა. ქორი პოლიტიკაში გულისხმობ ქორს და არაპირდაპირ იმით ხა დასწავლობა არ დამიკარგია, ნამეტანილობას მიდავთ რა. დააგდეთ ჩემი აქციების ფასს ასე რომ საზოგადოება ითხოვს ვიღაცის დაკავებას ისევ ამეთანხმებით რომ ხალხში არის ეს მოთხოვნილება და ამას მე არ ვაზუიადებ ხალხში ნამდვილად არის ეს მოთხოვნილება ხალხს არ გულისხმობ მე ხალხის მოთხოვნილებას არ აქვს ხალხს არ გულისხმობ მე საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს საზოგადოების უმრავლესობაში არის ეს მოთხოვნილება და ვცდილობ რომ რაღაცებს ობიექტურად შევხედო და მე მგონი სუბიექტური არა ვარ და არ მეჩვენება მაგრამ იმავდროულად ეს რომ არ გადაიზარდოს იმაში რაც გადაიზარდა 9 წლის წინ მე მიმაჩნია რომ ეს უნდა იყოს ზუსტად აი შოკორი თერაპიის მეთოდით ჩატარებული და ერთი რაღაც ხელის დაკვეთ ამდენიმე თვეში უნდა მომთავრდეს ჩვენ დავიწყეთ ეს კითხვა იმაზე ვისთან შეხვედრებით ალიანსში დღევანდელი გადასახედიდან თუ არის ვინმე ვისაც თუ ასეთი რაღაც კონკრეტული ხედვა ამ წუთას არ გამაჩნია ძალიან ძნელი იქნება ამაზე საუბარი მით უმეტეს ამ ბუნდოვანობიდან გამომდინარე მე მგონი გარკვეული დრო ალბათ საჭირო იქნება რომ გავიდეს იმისთვის რომ უფრო კაფეო რაღაც გეგმები ჩამომეყალიბდეს აპირებ თუ არა შეხვედრას თქვა ბიძინა ივანიშვილთან არის თუ არა ასეთი რა მე განსაჯელის კამზოზე ვარ ჯერ კიდევ და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია მე ვქევით ვარ ისე თასო ხო რა არის გამოცხადდა იყო ასეთი შეთავაზება ამ მოლაპარაკება ამ თემაზე არა ხარ თუ არა დაბადებული დიდი სიამოვნებით დავხდებოდი თუ იქნება მაგრამ ახლა ჩემი ინიციატივით ბუნებრივია მე ამ სიტუაციაში ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან ეს ხარ თუ არა დაბადებული თქვა და საინტერესო ის არის რომ ბიძინაიშვილი არის ადამიანი რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 32-36 მილიონ დოლარს მოძლევდა თავდაცვის ფონდში 2 წლის განმავლობაში და ერთხელაც შეხვედრილი არ ვარ სახეს ახლოს არ მინახია ასე რომ ერთი კითხვა კიდე ხარ თუ არა დაბადებული პროკურატურაში მომავალ კვირაში არა თქვენს მიმდინარე საქმეზე არამედ რაღაც სხვა საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღზე შეთანხმებული არა ვარ მაგრამ ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მომწევს მისვლა ძალიან დიდი მადლობა ირაკლი დიდი მადლობა ასე თქვენ იმედი გვაქვს რომ გაიხსნება სიუჟეტი თქვენთან დაკავშირებით და შევძლებთ უფრო ხშირად შეხვედრა თქვენთან საუბრობლებზე არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა ერთ დანაპირებში გახსენეთ რომ რუსთავეორის და კიბორხალვაშის თემაზე გვექნება საშუალება გელაპარაკო ირაკლი ოქროშვილი იყო მატრიცის სტომარი გადაცემა დასრულებულია თეაშველიძის ბიზნესის დრო დაიწყება ზუსტად 8 საათზე მე უშევარ რომ მეგრეშტოებით